საკვების შემადგენლობაზე როცა ვსაუბრობთ, სულ სამი მთავარი რაღაც გვაინტერესებს. პირველი არის რამდენად გადამუშავებულია ეს საკვები, მეორე რომელ მიკრო და მაკრონუტრიენტებს შეიცავს ის და მესამე რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზმისთვის ეს ნუტრიენტები. ამ ყველაფრის ერთობლიობა განაპირობებს ამ საკვების სარგებლიანობას ჩვენ ჯანმრთელობისთვის. ამ სამიდან ერთ-ერთის ნაწილი, ანუ მაკრონუტრიენტები წინა ვიდეოებში უკვე გავიარეთ, ამიტომ ამ ვიდეოში გავივლით მეორე ნაწილს მიკრონუტრიენტებს, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მინერალებს და ვიტამინებს. მოდი დავიწყოთ ვიტამინებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენს ორგანიზმში, მაგალითად როგორიც არის იმუნური სისტემის ფუნქცია, ენერგიის მეტაბოლიზმი, მხედველობა და ძვლების წარმოქმნა წარიმართებიან ზუსტად ვიტამინების საშუალებით. ანუ მათ საკმარისი რაოდენობით მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტამინები, როგორც უკვე ვთქვით, მიკრონუტრიენტების კატეგორიას მიეკუთვნება და შედგება C, A, D, E, K და B კომპლექსის ვიტამინებისგან. ეს ვიტამინები შემდეგ იყოფა ცხიმშიხსნად და წყალშიხსნად ვიტამინებად. წყალშიხსნადი ვიტამინებია C და B კომპლექსის ვიტამინები, რომლებიც უმეტესად ხილში, ბოსტნეულში და ბურღულეულში გვხვდება, ხოლო B12 ვიტამინის გამონაკლისით, რომელიც უმეტესად რძის პროდუქტში, ხორცში და ზღვის პროდუქტებში გვხვდება. მათ წყალშიხსნადი იმიტომ ვქვიათ, რომ ისინი წყლის მოლეკულასთან დაკავშირების შემდეგ სისხლში თავისუფლად გადაადგილდებიან. ხოლო რაც შეეხება ცხიმშიხსნად ვიტამინებს, ესენია A, D, E და K ვიტამინები, რომლებიც უმეტესად მცენარეულ ზეთში და რძის პროდუქტში მოიპოვება. მათ ცხიმშიხსნადი ვიტამინები იმიტომ ვქვიათ, რომ მათ ასათვისებლად და გამოსაყენებლად პირველ რიგში მათი ცხიმთან დაკავშირებაა საჭირო. ანუ თუ ისეთ დიეტას მიყვები, რომელსაც საკმარისი ცხიმი არ აქვს, შეიძლება სხვა პრობლემებთან ერთად ცხიმშიხსნადი ვიტამინების ნაკლებობაც გაწუხებდეს. ვიტამინების ნაკლებობა იშვიათია, მაგრამ მაინც თავის დასაზღვევად დღის განმავლობაში რამდენიმე პორცია ხილის და ბოსტნეულის მიღება კარგი იდეაა. ზოგადად, თუ დაბალანსებული კვება გაქვს, რაც იგულისხმება, რომ საკმარის ხილს, ბოსტნეულს, ბურღულეულს და ჯანსაღ ცხიმებს იღებ, ვიტამინების ნაკლებობა არ უნდა გაწუხებდეს. მაგრამ თუ ასეთ კვებას ვერ ახერხებ, ან უბრალოდ თავის დაზღვევა გინდა, მულტივიტამინის მიღებაც კარგი არჩევანია. რაც შეეხება მინერალებს, ისინი ბუნებრივი წარმოშობის ქიმიური ელემენტებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ფუნქციის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდება. არსებობს ესენციური მინერალები და მიკროელემენტები. ესენციური მინერალები, ისევე როგორც ესენციური ამინომჟავები და ცხიმები, ჩვენს ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ამიტომ მათი საკვებიდან მიღება აუცილებელია. მიკროელემენტებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ესენციური მინერალები. ესენციურ მინერალებში შედის კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და რკინა. კალციუმით მდიდარი საკვები არის რძის პროდუქტი, ზღვის პროდუქტი, ზოგიერთი ბოსტნეული, მაგალითად კომბოსტო და ციტრუსები, მაგალითად ფორთოხალი. ფოსფორის მიღება შეგვიძლია სხვადასხვა მარცვლეულიდან, ზღვის პროდუქტიდან, რძის პროდუქტიდან, ხორციდან და თხილიდან. მაგნეზიუმი გვხვდება მარცვლეულში, თხილში, პარკოსნებში, ზოგიერთ ხილში, მაგალითად ბანანში, ხოლო საკვების შემავალი რკინა იყოფა ორ ნაწილად: ჰემის რკინად და არაჰემურ რკინად. არაჰემური რკინის სასათვისებლად ჯერ მისი ჰემის რკინად გარდაქმნაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ათვისება შედარებით რთულია და ნაკლებად ხდება. ჰემის რკინას რახანეს საჭიროება არ გააჩნია, მისი ათვისება შედარებით მარტივად და უფრო დიდი რაოდენობით ხდება. ჰემის რკინა გვხვდება საქონლის ხორცში, ფრინველის ხორცში და ზღვის პროდუქტში, ხოლო არაჰემური რკინა გვხვდება მარცვლეულში და მუქ-მწვანე ბოსტნეულში. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა საკმარის რკინას საკვებიდან არ იღებს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ვეგანებს, ვეგეტარიანელებს და ქალებს, რომლებსაც განსაკუთრებულად ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა აქვთ. რკინის ნაკლებობა სპორტსმენებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ არასაკმარის რკინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია. დაავადება, რომელიც აქვეითებს სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარს. ჟანგბადის გადატანის უნარი თუ დაქვეითებულია, მომუშავე უჯრედები ენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო ჟანგბადს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ. რაც ნიშნავს, რომ ქვეითდება კარდიოვარჯიშები, ძალისმიერი ვარჯიშები და მათგან აღდგენის უნარიც. ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო მინერალებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ელექტროლიტებიც. ელექტროლიტების რიცხვს მიეკუთვნება ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი, რკინა, კალციუმი და მაგნეზიუმი. ეს ელექტროლიტები გვჭირდება ჰიდრატაციისთვის, ნერვული იმპულსების წარმოსაქმნელად და კუნთების შეკუმშვისთვის. მათი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ისეთ მომენტებში, როცა ბევრ ოფლს კარგავთ, იმიტომ რომ ოფლთან ერთად ელექტროლიტებიც იკარგება. მათი მიღება შეგვიძლია ელექტროლიტების დანამატებისგან, ან უბრალოდ საკვებისგან. ნატრიუმი და ქლორიდი გვხვდება სუფრის მარილში, სხვადასხვა საკვებში და სანელებლებში. მაგნეზიუმიც მრავალ საკვებში გვხვდება, მაგალითად ლობიო, რძე და ისპანახი. კალციუმის მთავარი წყარო უმეტესწილად რძის პროდუქტია და კალიუმის მიღება უმეტესწილად ხილიდან და ბოსტნეულიდან შეგვიძლია, მაგრამ კარტოფილი და ბანანი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავენ. მაგრამ არ გეგონოს, რომ ჯანსაღი კვებისთვის ამ ყველაფრის დამახსოვრებაა საჭირო.
ამ ვიდეოდან მთავარი რაც უნდა წაიღო ის არის რომ თუ მრავალფეროვანი და სრულფასოვანი კვება გექნება, ამ ყველაფერზე ფიქრი შეიძლება ცხოვრებაში არც არასდროს დაგჭირდეს. ყოველდღიურად ხილს, პოსტნეულს, ბურღულეულს, ჭანსაღ ცხიმებს და ცილებს თუ მიიღებ, შენთვის ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა პრობლემა დიდი ალბათობით არ იქნება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.